გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა 2 დღის წინ, ანუ ევროკავშირის საგარეო მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მიმართონ ევროკომისიას, რათა საქართველოს დიპლომატიური პასპორტების ფლობელებისთვის დაწესდეს სავიზო რეჟიმი, ანუ ისინი ამოღებულ იქნან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სისტემიდან, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის უპრეცედენტო დატვირთვის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს თანამდებობის პირები, როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეღარ შეძლებენ დიპლომატიური პასპორტებით თავისუფლად გადამოგზაურობას ევროკავშირში და შენგენის ზონაში. ამ გადაწყვეტილებას აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა. ანუ ამით ძალიან მკაფიოდ გვეუბნება ევროკავშირი, რომ ეგრეთ წოდებული საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლები, როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აღარ არიან სასურველი პირები ევროკავშირში. მათ რასაკვირველია შეეძლებათ დიპლომატიური პასპორტისთვის მოითხოვონ ვიზა, ანუ მათ მოუწევთ თუ მათ უნდა დიპლომატიური პასპორტი მგზავრება შეიტანონ განაცხადი ვიზის მისაღებად, სამგზავრო ვიზის მისაღებად. ან იმგზავრონ წითელი ჩვეულებრივი პასპორტით. დიახ, ეს გაჟღერდა, ამაზე იყო საუბარი, გაჟღერდა, რომ მათ რასაკვირველია რჩებათ შესაძლებლობა, რომ თქვათ, ორდინალური პასპორტით იმოგზავრონ, მაგრამ ვფიქრობ, რომ აქ დასაზუსტებელი იქნება ნიუანსები, რამდენად ეს იქნება რეალურად შესაძლებელი და რამდენად მარტივი იქნება ეს ყველაფერი. ჩვენ ჯერ არ გვაქვს ნანახის დოკუმენტი, რომელიც უკვე შემუშავებული აქვს, ან უკვე დასასრულ ფაზაში იმყოფება ევროკომისიის მიერ გაკეთებული დოკუმენტი, ანუ რეალურად რასაც დაეფუძნება ეს რეგულაცია, ეს სანქცია, აქ უნდა ვნახოთ, თუ როგორ იქნება ეს განსაკუთრებული. არ მგონია, რომ ეს მარტივად ხდებოდა. შესაძლებელი იყო სამის ჩანაცვლება, მაგრამ თავად საუბარი იმაზე, რომ დიპლომატიური პასპორტის ჩანაცვლებით მოხერხდება მაინც გადაადგილება, ვფიქრობ, რომ სრულიად არარელევანტურია, იმიტომ რომ აქ სრულიად სხვა დატვირთვა აქვს ამ გადაწყვეტილებას. აქ ეს დატვირთვა არის ის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ აღიარებენ საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელთა სტატუსს. ხვდებით, ანუ აქ არის საუბარი იმაზე, რომ ეს ხელისუფლება, ამ ხელისუფლების წარმომადგენლები არ არიან სასურველი პირები ევროკავშირში. ანუ ევროკავშირი მათ არ აღიქვავს სასურველ პირებად. აი, არჩევნების არაღიარების კონტექსტშიც არის თუ არა ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ეს ნიშნავს თუ არა, რომ ლეგიტიმაციის საკითხიც არის აქ საკაუტმათო სადაო და ამ კონტექსტშიც არაღიარება უფრო დამაგრდა, ასე ვთქვათ. რასაკვირველია, რასაც ეს პირდაპირ კავშირში, იმიტომ რომ როგორც თქვენ იცით, დიპლომატიური პასპორტები ეკუთვნით მხოლოდ და მხოლოდ მაღალი რანგის თანამდებობის პირებს, აღმასრულებელი ხელისუფლებას და საკანონმდებლო ხელისუფლებას, ანუ ყველა პარლამენტარს, იქ ბიუროს ხელმძღვანელებს, ასევე მინისტრებს, მინისტრის მოადგილეებს, შესაძლებელია ზოგ შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორებსაც კი, არ არის საუბარი იმაზე, რომ რასაკვირველია ეს პირდაპირ კავშირშია ამ ადამიანებს, ამ ჯგუფის აღიარებასთან, როგორც ასე ვთქვათ, მართველი გუნდს. ეს არ ხდება ევროკავშირის მხრიდან. ისინი მიანიშნებენ, კიდევ პირდაპირ ამბობენ, რომ ეს ადამიანები არ არიან სასურველი იმ სტატუსით, ანუ დიპლომატიური პასპორტის სტატუსით ამ ევროკავშირის ზონაში, შენგენის წევრ ქვეყნების ზონაში. თვითონ მინდა ხაზგასვით აღნიშნო, რომ მსგავსი გადაწყვეტილება აქამდე არასდროს არ ყოფილა მიღებული საქართველოსთან მიმართებით. ჩვენ დამოკიდებულების აღდგენის პირველივე დღიდან 34 წლის მანძილზე არასდროს არ მიუღია ევროკავშირს მსგავსი სახის გადაწყვეტილება, რომ დიპლომატიური პასპორტების ფლობელებისთვის გაეუქმებინოს ევროკავშირში მგზავრობის უფლება, შეეწყვიტოს და ასე ვთქვათ, ეს ყოფილიყო როდესმე განხილვის საგანი. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს თავად სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიღებამდე, ანუ 2017 წლამდე, ხოდესაც დაიწყო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, როდესაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უფლება მიეცა, რომ ბიომეტრიული პასპორტით ემოგზაურა ევროკავშირის ტერიტორიაზე, შენგენის ტერიტორიაზე, მანამდე ჰქონდათ დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს, მანამდე ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ დაახლოებით 2011 წლიდან ეს გაეკეთებინათ უვიზოთ, ანუ სავიზო რეჟიმის ფასილიტაციის შეთანხმების ფარგლებში ეს გაცილებით დიდი ხნით ადრე იყო დაწყებული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის. ანუ ეხლა ჩვენ უყურებთ, ანუ სრულად უპრეცედენტო გადაწყვეტილებას, ხო? და განცხადება იმის შესახებ და საუბარი იმაზე, რომ ჩვენ სხვანაირად შევალთ მაგალითად ორდინალური პასპორტით, ან რაღაცა სამსახურეული პასპორტით, ან რაღაცა სხვა მექანიზმით, და იმდენად არარელევანტურია, იმდენად მოწყვეტილია ხარ რეალობას, რომ ამაზე კომენტარის გაკეთება ნამდვილად ხარ არ მიმაჩნია მართლა. მექსიკიდანაც შეუძლიათ რა ვიცი. დიახ, ზუსტად. და ბარემ ეს თქვან არგუმენტად. დიახ, ანუ
ამასე ხა თუ იმაზე საუბარი თუ როგორ შეიძლება რომ ადამიანმა გადაკვეთოს საზღვარი და შევიდეს, აქ უამრავი ხერხი არსებობს და უამრავი გზა არსებობს. განსაკუთრებით აქ საუბარი იმაზე რომ დიპლომატიური პასპორტის სტატუსის მქონე ადამიანებისთვის აღარ არის გახსნილი ევროკავშირის სივრცე, ხო, აღარ არის გახსნილი მაღალი რანგის თანამდებობის პირებისთვის, პოლიტიკოსებისთვის, ასე კერძოდებული პოლიტიკოსებისთვის, ანუ პარლამენტის წევრებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც ნებისმიერ ქვეყანაში ეკუთვნის დიპლომატიური პასპორტი. ეს არის უმძიმესი გადაწყვეტილება რეალურად, ამე ვერაფერ ვერ მოხდება ამის რაღაცა ფორმით დაკნინება, რამდენიც არ უნდა ისაუბრონ ახლა, რამდენიც არ უნდა აუხსნან საზოგადოებას, რომ ამას თვითონაც არ დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის რეალურად ძალიან მძიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც აუცილებლად მოყვება გაგრძელება სხვადასხვა ფორმით. კი ბატონო, აი უნგრეთსა და სლოვაკეთზე მინდა გკითხოთ, რა როლი შეიძლება ითამაშონ? ან უბრალოდ მოდი ასე დავსვამ კითხვას, რას ვერ გააფუჭებენ, რა როლს ვერ ითამაშებენ უნგრეთი და სლოვაკეთი, როდესაც არის სანქციებზე საუბარი, რა შეუძლია გააკეთონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ამ ქვეყნების გვერდის ავლით? აი რა ტიპის ბერკეტებს ფლობენ? აი თუნდაც სამკუთხედის ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები, აი აქ თუ არის მოლოდინი იმისა, რომ შესაძლოა რაღაც ტიპის გადაწყვეტილება მიიღონ მათ და ტონის მიმცემი თუ იყო, არ ვიცი, ის სამი ქვეყანა, რომელმაც უკვე პრინციპში, ასე ვთქვათ, არ ვიცი, მიუთით ალბათ სხვებს, როგორ უნდა მოიქცნენ საქართველოს ეგრეთ წოდებულ მთავრობასთან მიმართებაში. დიახ, ძალიან სწორი გადაწყვეტილება ხარ მიღებული ჩვენი ქართული ხალხის ტრადიციული პარტნიორის და მეგობრების მხრიდან, ეს არის ლიეტუვა და ესტონეთი. მე არც გამკვირვები რომ უკვე მიყვნენ პირველები, ვინც კონკრეტული სია განსაზღვრა და ვინც პირველებმა დაასანქცირეს, ანუ ინდივიდუალურ რეჟიმში, ანუ ეროვნული ომხრივი სანქციები დააწესეს ამ ეგრეთ წოდებული მთავრობის წევრების წინააღმდეგ. ხო და კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი გარდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა. რაც შეეხება უნგრეთსა და სლოვაკეთს, არის რიგი გადაწყვეტილებები ევროკავშირში საჭიროებს კონსენსუსს, ანუ საჭიროებს ერთიანობას 27 ქვეყნისა და მათ შორის არის ესეთ საკითხები, თქვათ, როგორც არის პირადი სანქციები, ანუ პიროვნების წინააღმდეგ მიმართული სანქციების დაწესება. და ჩვენ ვიცით, რომ ამ ასე ვთქვათ, სანქციებს წინააღმდეგობას უწევენ ორი ქვეყანა, ეს არის უნგრეთი და სლოვაკეთი, მაგრამ ეს ხელს ვერაფერ შეუშლის სწორედაც რომ ინდივიდუალური სანქციების შემოღების დაწყებას, რისი მაგალითიც უკვე ვიხილეთ და მე დარწმუნებული რომ ეს ფორმატი გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ვაიმარის სამკუთხედი, გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი აქტიურად განიხილავენ ასევე ინდივიდუალურ რეჟიმში, ანუ რეგიონალური ევროკავშირში შიგნით არსებული რეგიონალური ფორმატის ფარგლებში, ასევე გარკვეული სანქციების დაწესებას და მინდირობს ამაზე მუშაობა. ასევე არის სხვა რეგიონალური ფორმატები, მაგალითად როგორც ნორდიკულ ბალტიური რვიანი. ახაც შეიძლება მოხდეს მსგავსი გადაწყვეტილების მიღება და ჩვენ უახლოეს მომავალში ვნახავთ დამატებით სანქციებს. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან გამაღიზიანებელი იყო სწორედ იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც ახლა თქვენ ჩამოთვალეთ, ესპანეთი, რუმინეთი და იტალია. დიახ, რომელიც ასე ვთქვათ, დასახელებული იქნა კომბახიძის მიერ როგორც შეითრია თვითონვე ქართულმა ოცნებამ რაღაც ამ თამაშში როგორც ჩანს, იმიტომ რომ ალბათ ისინი არც გააკეთებდნენ ხო განცხადებას, ყოველ შემთხვევაში ეხლა არ გააკეთებდნენ ნამდვილად რამდენიმე საათში კომბახიძის პროპაგანდის საპირწონეთ საპასუხოდ გაკეთდა. არა, რასაკვირველია, ვინაიდან ისინი დადანაშაულდნენ, ანუ მათ მიაწერეს ის, რაც რეალურად ადგილი არ ქონია, ხო? ანუ მათ დააბრალეს ის, რასაც რეალურად ადგილი არ ქონია და მადლობაც გადაუხადა თურმე აი იმ პოზიციის დაფიქსირების, რომელსაც რეალურად ადგილი არ ქონია, ხო? ეს იყო ძალიან ესეთი უხერხული ტყუილი პროპაგანდის გამოყენებული, რომელიც თავად ამ სოციალურ პლატფორმამ მონიშნა როგორც ტყუილისა და არასწორი ინფორმაციის შემცველი განცხადება, ну, აი წარმოუდგენელი სირცხვილია. ხა მე არ ვიცი როგორ შეიძლება ამის გადმოცემა სხვანაირად, უბრალოდ ეს არის ძალიან უხერხული, ძალიან დიდი უხერხულობა, რომელიც შეიქმნა და რასაკვირველია, მათ საკუთარ თავს მიაყენეს ძალიან დიდი ზიანი ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლება ამ ქვეყნებთან მიმართებით, ეს უკანები ახლა უფრო თამამად გადადგავენ ნაბიჯებს სწორედაც ინდივიდუალურ რეჟიმში მე ესე მიმაჩნია. მაგრამ პროცესი დაწყებულია, თქვენ მართებულად აღნიშნეთ, პროცესი დაწყებულია და ეს გაგრძელდება ხოლმე მომავალში. ჩვენ ასევე ვიხილავთ სხვა ქვეყნების მხრიდანაც, მაგალითად როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები, მაგალითად როგორც არის კანადა
რასაკვირია კოორდინაციაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, მაგრამ საქციების პროცესი გაგრძელდება და ამას წინ ვეღარაფერი ვერ და აღვნიშნებ. ბოლოს რა თქმა უნდა გითხოთ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით მისი დღევანდელი გამოსვლა მინდა რომ შეაფასოთ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს აი ეს გამოსვლა შესაძლოა თუ არა იყოს ერთგვარად არ ვიცი ბუსტერი აი ამ პროცესისა რასაც ჩვენ ველოდებით დასავლეთიდან მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგი გამოსვლა იყო, ვფიქრობ რომ ძალიან სწორი აქცენტები იქნა დასმული ქალბატონის სალომე ზურაბიშვილის მიერ, ეს იყო აუცილებელი იმის გათვალისწინებით თუ რა რეალურ წინაშე ვიმყოფებით, ხო? ანუ ჩვენ ფაქტიურად დღევანდელ დღეს ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც ჯერ კიდევ რჩება საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში, ეს არის საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და მას აქვს დაახლოებით კვირა-ნახევარი ასე ვთქვათ, დარჩენილი და მას უნდა გაეკეთებინა ეს განცხადებები და სოფლიოს უნდა მოესმინა იმ რეალობისთვის, რომელიც შექმნა საქართველოში აი ამ ადამიანების ამ ჯგუფმა, რომელიც საკუთარ ხელისუფლებას უწოდებს. ამიტომ ეს იყო ძალიან სწორი განცხადება, იყო საკმაოდ დეტალურად განმარტებული ინფორმაცია, ვფიქრობ რომ ის რეაქცია, რომელიც ჩვენ ვიხილეთ გამოსვლის შემდეგ, ასევე მრავლის თქმელია, ჩვენ ძალიან კონკრეტულად დავინახეთ, რომ ადამიანები, ევროპელი პარლამენტარები სადაც ელოდებოდნენ, აი ასე ვთქვათ, ზუსტად სიტუაციის განმარტებას და მათ მიიღეს ის პასუხები, რომლებიც მათ ჭირდებოდა და ყველასთვის უკვე ყველაფერი არის ცხადი, რომ საქართველოში მიმდინარეობს რუსული სპეცოპერაცია, საქართველოში გრძელდება ესე ვთქვათ, სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების პროცესი და ამას არ ეგუება ქართული ხალხი. ეხლა უმნიშვნელოვანესია სწორედ ის, რომ ქართული ხალხი, საქართველოს მოსახლეობა უწევს მაქსიმალურ წინააღმდეგობას იმ ძალას, რომელიც ცდილობს საქართველოს დააკარგოს საკუთარი ევროპული მომავალი და ევროპამ უნდა იცოდეს ამის შესახებ, რომ არ არის აქ არა რეალურად საქართველოს მოსახლეობას ეწინააღმდეგება პარტია ქართული ოცნება და ის წინ ეღობება ჩვენს ევროპულ მომავალს.